სასტუმრო რედისონში ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი დასრულდა. საქართველოში ჩამოსული სლოვაკი ბიზნესმენები ქართულ ბიზნეს გარემოს ეცნობიან. მათ ინფორმაცია დაბალი გადასახადებისა და ბიზნეს რეგისტრაციის მარტივი პირობების შესახებ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩემი მოგზაურობის ნაწილია. რეგიონი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ჩემი მთავარი მიზანი კი ისაა, რომ უფრო ინტენსიური გავხადოთ პოლიტიკური დიალოგი და რაც მთავარია დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. მე აქ ვიმყოფები ასევე ეკონომიკური მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტი არის იმის დასტური, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ურთიერთობები ქართულ და სლოვაკურ კომპანიებს შორის გაღრმავდეს და უკვე განხორციელდეს კონკრეტული პროექტები, რომელთაც ისინი არიან დაინტერესებულები. ძირითადად კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი ის სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ალბათ უკვე დღევანდელი დღის ბოლოს უკვე გამოიხატება კონკრეტული წინადადებები, როგორც მათი მხრიდან, ასევე ქართული კომპანიების მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება იქნება წარმატებული და ხელშეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას და ურთიერთობების გაღრმავებას.